ვლადიმერ პუტინმა მსოფლიოს ამცნო ახალი ბირთვული რაკეტის შესახებ, ბურევესნიკის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ გარღვევას მოახდენს მსოფლიოს შეიარაღებაში და ეს სიამაყით გააგებინა მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთი ფლობს ამ ტიპის შეიარაღებას, რომელსაც შეუძლია თუ აქამდე მაგალითად მსგავსი ტიპის იარაღს შეეძლო დაახლოებით საათი ან რაღაც გარკვეული დროის მანძილზე მოსულიყო მწყობრში. პუტინმა სიამაყით განაცხადა, რომ ბურევესნიკის შემთხვევაში ეს შესაძლებელია რამდენიმე წუთში ან რამდენიმე წამშიო. ამის ფონზე დონალდ ტრამპაც ასევე გასცა ბრძანება ომის დეპარტამენტის მიმართონ დაიწყონ მათი ბირთვული შეიარაღების გამოცდის ახალი ეტაპი. მან ისიც განაცხადა, რომ მას სძულდა ბირთვული იარაღის გამოცდის მოსალოდნელი შედეგებზე ფიქრი, თუმცა ის იძულებულია, რადგანაც დაახლოებით 5 წელიწადში, როგორც ის ამბობს, ჩინეთი და რუსეთი მოახერხებენ ბირთვული პოტენციალის გათანაბრებას შეერთებულ შტატებთან მიმართებაში. არის თუ არა ეს საგანგაშო სიგნალი მსოფლიოსათვის და შესაძლებელია თუ არა მოვესწროთ ჩვენ იმ სამწუხარო რეალობას, რასაც ქვია ბირთვული დაპირისპირება. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ გესაუბრებით ამის შესახებ და ეს არის პოლიტიკის ეკო